სახელით მამისათა და დედასათა და სული საწმინდისათა. დღევანდელ დღეს ჩვენ აღნიშნავთ ახლად შერაცხული წმინდანის მამა გაბრიელ მცხეთელის აღსარებლის და სალოცის ხსენებას. რატომ არის ეს კაცი წმინდანთან დასში და რის გამო მისცა ღმერთმა სასწაულთ მოქმედების უნარი და ნიჭები და მადლი, რასაც ალბათ თითოეული ჩვენთაგანიც შეხვდა პირდაპირ ცხოვრებაში და თუ არა გაგონელი აქვს რაც ხდება. სახარებაში წერია ესეთ სიტყვები, ვინც მე მაღიარებს კაცთა წინაშე და არ შევწყვება ჩემი კაცთა წინაშე, არც მე შემწყვებ მისი მამისა და ანგელოზების წინაშე, მეც ვაღიარებ მათ კაცთა მამისა და ანგელოზების წინაშე. ვისაც შევწყვება ჩემი კაცთა წინაშე, მეც შემწყვება მისი მამისა და ანგელოზების წინაშე და მეც უარყოფ მას მამისა და ანგელოზების წინაშე. მამა გაბრიელი ცხოვრობდა იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში იყო პირდაპირ კომუნისტური, ანტიღმერთის, ანტირელიგიური დიქტატურა. გუშინ მე წავიკითხე საპატრიარქოს უცხებანში ერთ-ერთ ბოლო მამაზე ალბათ წმინდანი ეს კაცი და 6 შვილის მამა როგორ შეავიწროეს, სახლიდან გამოაგდეს, სახლი გაუყიდეს, გადასახადების შეაწერეს, 6 შვილი მშიერი ყავდა, მღვდელზეა საუბარი, რომელიც 37 წელში დახვრიტეს. 6 შვილი მშიერი ყავდა და სახელმწიფო შეაწერა ხორცის, ქათმის და რაღაცების გადახდა, ეს აყიდინებდნენ ამას. და სახელმწიფო საუბარდით, ცოლ-შვილი მშიერი ყავდა და ხო წარმოგიდგენთ, ცოლი რა დღეში იქნებოდა. ეუნებოდნენ ამას გაანებე თავი მგლობას და ეს კაცი და არა, მე პირობა მაქვს ღმერთისთვის მიცემული და ბოლომდე უნდა ვიყო და 27 წელში დაახვრიტეს. აი ესეთ პერიოდში მოღვაწეობდა ეს ადამიანი. მას მგლობა მაშინ კი არ მოუნდა, როდესაც დამლოცე მამაო, მაკურთხე მამაო და ეხლა მგლები პატივში არის. როცა აგინებდნენ მგლებს, მაშინ გადაწყვიტა ამ კაცმა მგლობა. მგდელი რო გახდა, იმის მაგირო ჩუმად ყოფილიყო ლენინის სურათი დაწვა. წინა ხელისუფლების დროს როგორი დაშინებული იყო ხალხი, ხო გახსოვთ? ხმას ვერ იღებდა ხალხი. და ძმას არენდობოდა, მე ვიცი ეს, მე ვგზნობ და აღსარებაში რომ მოდიოდა ჩემთან ხალხი, ხო ვიცი რა დღეში იყო. ჩვენ ახლა მაინც მგლები ვიყავი და ვიცოდეთ რომ ვერ შეგვეხებოდნენ და ნუ ახლა მგლებს თუ შეეხებოდნენ, როგორ ეს ბოლო პიკი იქნებოდა ალბათ რა. და ამიტომაც უფრო თამამათაც ვიყავით, უფრო თავისუფლადაც მოქმედებდით, ციხეში შევდიოდით, რაღაცა იქ თქვა რაღაცას ვიძახდით კიდევ თუ შეიძლებოდა რამის თქმა. ხალხი იყო დაშინებული, წარმოიდგინეთ 37 წელში რა დღეში ყავდით ხალხი. კომუნისტებმა, ესე იგი კომუნისტური რეჟიმის დროს 500 ეპისკოპოსი დახვრიტეს. ეხლა საქართველოში არის 45 ეპისკოპოსი დაახლოებით. და 50,000 მღვდელი და ბერი დახვრიტეს. 2 მილიონამდე კაცი დახვრიტეს. სარწმუნოების გამო. რელიგიური მოტივებით. აი ამ დროს გახდა ეს ადამიანი სასულიერო პირი. და გახდა, მაგრამ ჩუმად კი არ იყო და სადღა თავისთვის კი არ და პირდაპირ გამოდიოდა და დაწვა ლენინის სურათი. ისეც ემეს იმხელე ჭრილობები მიაყენესო დალეცეს ფაქტიურად კაცი. რას უზავდნენ ეხლა 7 ნოემბერს რა გააკეთეს და ეს 26 მარტს აკეთებდნენ და წარმოიდგინეთ უშიშროება ჩეკა რას გაუკეთებდა ამათ და ამის გარდა საგიჟეთში ჩავარდეს. ნუ გიჟი არის. საგიჟეთში რას უშვებენ ადამიანს ხო იცით? ნემსები და 1000 პრეპარატები და ნუ აი ადებილებენ ადამიანს. თან არანაირი კონტროლი ამათ არ ქონდათ არაფერი. აი ამ დრო გამოვიდა, კი არ გაჩერდა, კიდე იგივე საკეთებდა. ერთადერთი რის გამოც ადრე მე მამა გაბრიელზე ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება მქონდა, ვიძახოდი რომ ესე არ შეიძლება, ისე არ შეიძლება, რაღაც ცდებოდი რა და მე მინდა წმინდა მამას ბოდიში მოვუხადო, მის ახლობზეც ბოდიში მაქვს მოხდილი, მის წინაშეც ბოდიში ვიხდი. ვერთმა მაპატიოს, რასაც არასდროს ლაპარაკობდი, ფიქრობდი რომ ესე არ შეიძლება, რაღაცა მე არ მინდა ეხლა თქვა, იმიტომ რომ ჩემი სირცხვილია ეს, რო თქვა, რატო არ თuliდი ამას ეს. ხო, პირველი გეტყვით რატომაც არ თuliდი. იმიტომ რომ მისი მოყვარული ადამიანი ვის მას პატივს სცემდა, წერენ ხო დაბეჭდეთ ბუკლეტები და ერთ-ერთ კედრის კალენდარში ეწერა რომ თითქოს მამა გაბრიელი იძახდა რომ
ესე იგიო, ეს ცხოვრება ოკეანე არისო, ჩვენო გემში ვზივართ, იცით ალბათ ეს ასეც ხვდებით. ჩვენო გემში ვზივართო და მხოლოდ გემით შეიძლება ამის გადაცვლოთ, ეს გემი ეკლესია არისო, ანუ ეკლესიით შეიძლება მეორე ნაპირს მიაღწიო, ანუ გადარჩე და ცხონდება, მაგრამ ვინცო კაინ კლაური მოსმა ისიც ცხონდება. ეს იყო ჩემთვის მიუღებელი, ეხაც მიუღებელია, მაგრამ აღმოჩნდა რომ მისი დაწერილი არ არის. აი ყველაზე მთავარია და რაც მე მომიხსნა ბარიერები. რატომაც არ ვიღებდი ამას და ვიძახდი, ამას თუ კაცი წერს არ შეიძლება ესეთი კაცი სასופელში იყოს, რომელიც იძახის რომ ეკლესიის გარეშე შეიძლება ცხონება, ეკლესიის გარეშე ცხონება არ შეიძლება. წამს ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია აღვიარე ბერძნათმისგებასა მოსატევება და ცოდოთა. ეკლესიის გარეშე ცხონება არ არის და ვინც იტყვის რომ ცხონება, ანუ ეს არ არის მართლმადიდებელი. და ყველაზე მეტად რაც გამიხარდა რომ ეს სიტყვები მისი დაწერილი არ იყო. რამოდენიმე ხნის წინ მივედი სამთავროს მონასტერში, აღარ მოგზაურობ ისე სწავლობ, დედე მომწეს ციგნი. ეგ მამა გაბრიელზე და გადავშალა, შემთხვევით გადავშალა ზუსტად იმ ადგილას, სადაც მამა გაბრიელი წერს, საწყალია საცოდავი კათოლიკებიო, რა დღეში არიან, რა ტყუილა წვალობენ. ვითომ რაც არ წესიერად იცხოვროს კათოლიკებო, ეკლესიის გარეთ არის მისი ცხოვრება გამორიცხული და პროტესტანტზე კი საერთოდ არ ვლაპარაკობ. ესენიც კი კათოლიკებზე როგორ წესიც, ესენიო თითქოს ჯვარს ცემენ თაყვანში, მაგრამ ყველაფერი ტყუილია. თორე ეკლესიაში არ არიან და ვერ ცხონდებიან. ისე გამიხარდა. რაღაც ხელახლა დავიბადე რა. მე შევხვდი მამა კირიონია, რომელიც მასთან გაიზარდა, მამა გაბრიელთან გაიზარდა პატარაობით. ის ამობდა რას ლაპარაკობ მამა? ეგით რამე არასოდეს არ ვთქიო და მეცაც გეტყვით. მამა გაბრიელს ქონდა ძალიან დიდი დაპირისპირება ეკლესიის იერარქებთან, ეკუმენისტები ვინც იყვნენ. ეკლესიონში ეს ხდება დაახლოებით 14 წლებია. წარმოიდგინეთ ახლა მაშინ ისე ხდებოდა კათოლიკები დაუძახებდა მთავრობა და ეთყო და ეხლა შეიყვანთ კათოლიკებს საკუთრებით ერთად ილოცებთ. ეკლესიის მესვეურები ვერ ეწინააღმდეგებოდნენ რა. წარმოიდგინეთ ჩამოსულია დელეგაცია, ჯერ კომუნისტების დროს ყველაფერი ჩაკეტილი იყო. წარმოიდგინეთ ამ ჩაკეტილ სივრცეში კათოლიკე რო ჩამოვა რომიდან საკუთრებაში რო შევიდა, იმას შეუვარდებოდა და ეუბნებოდა ეს ვინ შემოიყვანა, ეს ეშმაკის სახურები. რატო შემოყავთ ეპისკოპოსებს ეჩხუბებოდა, რატო შემოყავთ აქ, ვინ მოგცათ მაგის უფლებო, ამათთან ერთად როგორ ლოცულობთ. ამიტომ არ უყვარდათ მამა გაბრიელი და აგდებდნენ ეკლესიიდან. და მე ვიცი რომ ეკლესიაში რომ გამოჩნდებოდა, ეუბნებოდნენ არ შემოუშვათ. იმიტომ რომ არ ატარებინებდა წიროს კათოლიკებს და მართლმადიდებლებს ერთად. თავრობის წინააღმდეგ ხომ მიდიოდა ქრისტეს გულისთვის. იერარქიის წინააღმდეგ მიდიოდა ქრისტეს გულისთვის, წარმოიდგინეთ. მღვდლობა აუგზავნეს. დაასაჯეს ამის გამო და ხმას არ იყო და აიგზალა, მღვდლობა აღარ წირავდა. ურჩობა კი არ დაიწყო რომ არა მე მაინც მღვდელი ვარ და მაინც წირვებს ატარებ და კი აიძახდა რომ ყველაზე მაგარი ვარ. დაასაჯეს მიიღო დასჯა. მე ისევ დაუშვეს. ეს ახლა სათქმელად არის ადვილი, რასაც მეუყვები, ამის გაკეთება ძალიან ძნელია. და ამას იცით რომ ისაკეთებ და გიჟი ხარო რო ეუბნებოდ. და სულ ერთი რო იყო ხალხისთვის კათოლიკე იქნებოდა თუ მართლმადიდებელი, აი იმ დროს რო კათოლიკებს შენ დაუწყებ ხილებას, წარმოიდგინეთ. მე მინდა შევდობ თხოვ მამა გაბრიელს, მაპატიოს, მის ახლოსიც მithოვია შევდება, ეხლა თხოვ შევდებას, ღმერთმა შევიდოს მაპატიოს და ამის გამოც ღმერთმა ამ ადამიანს მისცა ძალიან დიდი მადლი. კურნებათა და სასწაული მოქმედების. მე ისე ვფიქრობ, ერთადერთი რის გამოც მე ვერ ვიღებდი, აი ეს სწავლება იყო რომ გემში ზისო და ეს ახაც მიუღებელი. ეს ვინც გინდა თქოს, ახაც მიუღებელი. და ყველაზე მეტად კიდევ გივნოთ ის გამიხარდა რომ ეს მისი ნათქვამი არ ყოფილა და მადლობა ღმერთს. ღმერთმა მისი ლოცვები დაგიფაროს, შეგვიწყალოს. ძალიან ძნელი ესე გადადო შენი თავი. ძნელი ძალიან. და ღმერთმა მისი ლოცვა კურთხევით ჩვენი ქვეყანა დაიფაროს. ღმერთმა დაგლოცვა და გაგვიგებთ.